ქართულ საზოგადოებას ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და გამარჯვებების დიდი გამოცდილება აქვს. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა. გინდ 2003 წელს, გინდ 2012 წელს ის მართლა ღირსეული ადამიანები, რიგითი მოქალაქეები, ვინც მიაღწიეს წარმატებას, მერე ჰქონდათ ხოლმე რაღაც დაღლის განცდა, თან წარმატების განცდა და აღარ რეაგირებდნენ ისე ფხიზლა და საღად იმ პრობლემებზე, იმ ავტორიტარულ მიდრეკილებებზე, იმ ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაზე, რომელიც ძალიან მალევე დაიწყო ორივე შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობის შემთხვევაში და ქართული ოცნების შემთხვევაში. ჩვენ ახლა რამეთ უნდა ვისწავლოთ არის, რომ როგორც კი ჩვენ ქართულ ოცნებას შევცვლით, როგორც კი მოვიყვანთ ახალ ხელისუფლებას, ჩვენი ყველას მოვალეობა იქნება იმ დღიდანვე. კი, ერთი მხრივ ყველაფერში არის მოვახერხებთ დავეხმაროთ ევროინტეგრაციაში და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხრივ ძალიან მკაცრად გავაკონტროლოთ. აი ეს საზოგადოების კონტროლი სახელმწიფოზე, საზოგადოების კონტროლი ინსტიტუციებსა და ხელისუფლებაზე და პოლიტიკოსებზე, ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ და როგორც კი ეს მათთვის უკეთესი იქნება, როგორც კი რაღაც მოუნდებათ და ეს სულ ეგრე არის, რომ ძალაუფლება ეგეთი ნარკოტიკი არის, რომ შენ გინდება რომ მეტი და მეტი შეჭამო, მეტი და მეტი რაღაც თამამინავიჯი გადადგა ისე რომ საზოგადოების სურვილი დააიგნორო, ჩვენ ამაზე მოხდეს ძალიან მძაფრი რეაქცია. აი ჩვენ თუ ამას ვისწავლით, ჩვენ თუ ვისწავლით ხელისუფლების კონტროლს და ხელისუფლების ცვლილებას, მაშინ მართლა ყველაფერი კარგად იქნება.